იმ სამყაროს, რომლის ავტორი მაკა ბატიაშვილია და რომლის ვიზუალურ, შინაარსობრივ და ემოციურ სახეს განსაზღვრავს, ერთი მხრივ კავშირი აქვს რეალურ სამყაროსთან და ასევე მაშინვე დისტანცირდება მისგან. სწორედ ეს კავშირი და დისტანცირება ქმნის მაკა ბატიაშვილის მხატვრობის სპეციფიკას, განსაკუთრებულობას, ინტრიგას. სცენები ადამიანის ცხოვრებიდან რუტინული ყოველდღიურობა მის ნამუშევრებში სპეციფიკურ ვიზუალურ ფორმულას იღებს. თითქოს გვიხსნის, რომ ყველა მოქმედება, ჟესტი, ექსპრესია, თვის დავარცხნა იქნება ეს თუ მინდორზე დასვენება, ყვავილების კრეფა თუ გასეირნება, შეხვედრა, კოცნა, ცურვა თუ რაიმე სხვა სცენა, ჩვენი ცხოვრების ყოველი პოზიცია მნიშვნელოვანია და სწორედ მათი განსაკუთრებულობა ქმნის სიცოცხლის საზრისს. მას ეს ყოველდღიურობა ცხოვრების ფრაგმენტები გარკვეულ ფასეულობაში გადაჰყავს. სამყაროსა და ადამიანის ერთობლიობის მუდმივი პარადიგმის სტატუსში განიხილავს. ეს ის პერსონალური კოდია, რითაც მოქმედებს როგორც მხატვარი. ყველა ნახატში თვალსაჩინოა და იგრძნობა, რომ ადამიანის პირადი სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია მხატვრისთვის, ხოლო სხვასთან ან სამყაროსთან შეხება ძალიან დელიკატური. მარტოობის აუცილებლობა და ურთიერთობის სიფაქიზე განსაზღვრავს მისი ნამუშევრების ემოციურ პოზიციას. თითოეული ნამუშევარი ამ ერთი სამყაროს ფრაგმენტია. ყველგან მინიმალისტური სივრცეა, პეიზაჟის ატრიბუტიკით. უნიფიცირებული პერსონაჟებია, ექსპრესიული ჟესტებით და ნიღაბის მიმიკით. და ყველაფერი ეს გამსჭვალულია ფერით იმპულსირების არაჩვეულებრივი უნარით. ეს არის ის ძირითადი კომპონენტები, რითაც აგებულია მაკა ბატიაშვილის სამყარო, რომელიც ამასთან ერთად უამრავ ნიუანს, კონტექსტს და ელფერს მოიცავს. ბურუსი არის ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი ამინდის მდგომარეობა. ეს არის სიმბოლო რაღაცი შენიღბულობის, საიდუმლოს ამოხსნის. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ბურუსი არის ესეთი მსუბუქი, ესეთი მინიმალური, იწვევს უამრავ შეგრძნებებს. ადამიანისთვის ეს არის მეტაფორა რაღაც შეჩერებულის და გარდამავლობის პროცესის. აქ არის ადამიანი წარმოდგენილი ორ ნაწილად. ერთი, რომელიც მაქსიმალურად დემონსტრირებს თავის სხეულს და მეორე, რომელიც პირიქით რაღაცა გარსში არის გაჩერებული და სხეულის ნაწილებს ფარავს. ასევე არის დახუჭული თვალები. შეიძლება ეს იყოს იდენტობაზე უარის თქმა, ან იყოს რაღაცა თავდაცვის მომენტი. დახუჭული თვალები თითქოს ნიშნავს იმას, რომ მე შენ ვერ გხედავ, ანუ შენც ვერ მხედავ და შენ თუ ვერ მხედავ, ვერაფერს ვერ დამიშავებ. და სხეული, რომელიც პირიქით რაღაცა ამ გარსიდან გამოდის და უნდა პირიქით რომ დაინახონ და იძახის რომ აი შემომხედეთ მე აქ ვარ. გამოსახულება არის ყველა იმ ადამიანის, ვინც კი მეოდესმე შემხედრია. ეს არის რაღაცა ერთობლიობა. როდესაც რაღაცით განცვიფრდები, ან აღფრთოვანდები, რაღაც თითქოს იმის მფლობელი ხდები და მე აი ეს გინდა რომ გამოიტანო გარეთ. ეს ობიექტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ იმიტომ რომ მე არ გამიკეთებია და ეს იყო რაღაცა სპონტანურად აღმოჩენილი და რაღაცა სიახლეა ჩემთვის. იმიტომ რომ ყოველთვის გალერეაში ვაჩვენებ იმას, აი მე რა გავაკეთე და ამ შემთხვევაში ნაწილობრივ მინდა ვაჩვენო ბუნებამ რა გააკეთა. რაც შეეხება ამ ხის მორს, შემთხვევით ტბასთან იყო შეშა დაჩეხილი და ერთ-ერთი ნაწილი იყო ეს ფიგურა, რომ შევხედე, ეს იყო ჩვეულებრივად ქალის ფიგურა. საინტერესოა ის, რომ ეს შექმნა იმ შეშის ჩეხველმა, რომელმაც არც იცის, რომ ან ესეთი წვლილი შეიტანა. მინიმალური ჩარევა მოახდინე, მხოლოდ რაღაც ერთი დეტალი მოვამრგვალე, დანარჩენი არის აბსოლუტურად ესეთი ბუნების იმ შეშის მჭრელის და ჩემი კოლაბორაცია, იმიტომ რომ მე რო არ წამომეღო, დაიწვებოდა კლარა და არ იქნებოდა ახლა ამ გალერეაში. ასევე არის ქვები კიდე, რომელიც მთიდან წამოვიღე და ეს იყო საოცრება, იმიტომ რომ ეს იმდენი
ხანი იყო მცენარე და ქვა ერთად, რომ ეს ანაბეჭდი გადავიდა მცენარის და როგორც გეოლოგებმა მითხრეს, მინიმუმ 100 წელია საჭირო, რომ მცენარე და ქვა ესე ერთად იყვნენ, რომ ესეთი მყარი ანაბეჭდი გამოვიდეს. ეს არის დროის შექმნილი და დრო ყოველთვის გვევლინება, როგორც რაღაცის გამანადგურებელი, დრო რაღაცას ცვითავს და ამ შემთხვევაში დრომ შექმნა ეს ნამუშევარი. ესეც ბუნების ნაწილია, ეს ქაღალდი არის აღმოჩენილი სამარყანდში, უზბეკეთში, რომელიც არის უძველესი ქარხანა და ხელით მუშავდება. ძალიან შთამბეჭდავი ის იყო, რომ ეს დანადგარები მუშაობს წყლის ენერგიაზე, ანუ ეს მდინარე ამუშავებს ამ დაზგებს და ეს არის თუთის ხის ქერქი და ამისგან მზადდება ეს ქაღალდი და ესეთი მასალა იყო. ხან არის რომ აი მასალა თვითონ გიბიძგებს რა გააკეთო. ალბათ ეს ის არის, რაც არის სწავლება და ვერ ისწავლე. მე ვთვლი, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ასკეტური დამოკიდებულება ჩემი პროფესიის მიმართ და ამ სამუშაო ადგილას დაატრიალო მიკროკლიმატი, რომელიც აი მოგნოსხავს. და რასაკვირველია კიდე ამის მიღმა, როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ, რას უყურებ, რას კითხულობ, ვისე კონტაქტები. აი ეს ქმნის ამ ყველაფერს და ამას ძალიან ვფრთხილდები. ჩემთვის ადამიანი არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა ბეზდება, რომ აღმოვაჩინო თავიდან მისი სხეული, მისი ხასიათი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაბალანსო ასევე ეს მუშაობის პროცესი, რომ დავზოგო ენერგია, რომ ეს აღფრთოვანების შეგრძნება არ დავკარგო მუშაობის დაწყების წინ, მაგ შეგრძნება თითქოს პირველად ვაკეთებ ამას და სულ ვცდილობ ამას გავუფრთხილდე. რაც მინახავს, რაც გამივლია, აი ყველაფერი აქ ირეკლება. სულ ფიქრობდი, რომ შეძლებოდა ის დრო დამდგარიყო, რომ აი ეს მედია, რასაც ფერები ქვია, ცოტა მობეზდებოდა და რაღაც სხვა მედიების ძებნას დავიწყებდი, მაგრამ აი რაც უფრო აქ ვარ, უფრო მეტად მინდა ყოფნა და უფრო მეტი დიაპაზონი იხსნება, უფრო მეტი რაღაცის თქმა მინდა. ხან აი ვეკითხები ჩემთავს, რომ აი რა არის ამდენი ნამუშევარი, აი რამდენი ნახატი და მაგრამ არის რაც ამას გაკეთებინებს და ამას ალბათ ქვია ობსესია. ეს არის ობსესია. ხანდახან გაქვს ესეთი შეგრძნება, რომ უნდა სადღაც წახვიდე და დაიკარგო იმისთვის, რომ შეხვდე შენ თავს. და სად უნდა დაიკარგო თუ არა ტყეში. აქ გრძნობ, რომ ხარ ერთი, გაქვს ერთი სიცოცხლე, ერთი სხეული და თან რაღაცის გეშინია და თან გაინტერესებ, თან რაღაც კიდე აღმოაჩინო და ძალიან გავს ჩემ პროფესიას. იმიტომ რომ სადღაც შედიხარ და გონია რომ თავისუფალი ხარ და სინამდვილეში საერთოდ არ ხარ თავისუფალი. რაც უფრო შორს შედიხარ, უფრო მეტად ვერ გამოდიხარ უკან, უფრო მეტად ვერ პოულობ უკან გამოსასვლელ გზას და რაღაცა მარწუხებია ალბათ შემოქმედების მარწუხები, რომელიც როგორც წყალმცენარე ისე გეკაჩება. და კარგი ის არის, რომ აი ეს პრობლემურია თუ ეს მარწუხებია თუ ეს სირთულეებია, ეს გიყვარს და მოგწონს.